მოგესალმებით ვარჯიშის ჩემპიონთან მეორე ეპიზოდით. დღეს ვიმყოფებით პროფიტნესში. პაატა მახარაშვილთან, ამაჩემთან. პაატა გავარჯიშებს დღეს. ეს იქნება პაატაძია, ჩვენი მწვრთნელი, რასაც გვეტყვის, როგორც გვეტყვის, დაუჯერეთ უყოლაფერს. გახურებული ვარჯიშით ჩამთავრებული და ბოლოს გაისპარგებსის შემოწმებას. რაღაც ჩელენჯიც აქვს თავისი ტრენაჟორით, ზურგის სავარჯიშო. თუ ჩვენ კი გქონდა ჩვენ ვიდეოში იცის ნაბოლები, მაგრამ პროცენტად ეს არ დაგვიწეს. ხო, დავტესტავთ პრაქტიკაში როგორი არის ეგ სავარჯიშო. და შევეჯიბრებით კიდეც. ზია. შემოგვიდა პაატა რომ შემოვხვიდე კადრში. ამოგვიგათ, მაინც ერთს გამაგრებ ჩემს აჰა. პირველ რიგში როგორ ახ? კარგად, მადლობა. ერთი წყალობით კარგად მეგრის ვარჯიშებით. როგორ ახ? ჩვენ კარგად და დაწუნებული ვარ ცოტაღანში უკეთებ. თქვენთან შეთანხმებული. კაი შეთანხმებულები ვართ მოსული ჩვენ. ეხლა შეთავაზეთ შევთანხმდეთ რა ვარჯიშები გექნება. რას გავატარებთ, როგორ გავატარებთ და საიდან დავიწყოთ ეს ყველაფერი. პირველ რიგში გახურება და მე მიზეზები რო არ იყოს, გახურებული არ ვიყავი და რაღაც წაგივი და ვარჯიში კარგად ანჩენ და ანჩენ. მაგარი არ არის, მე ჩემი ხედა რა შემიძლია ყველაფერს გავაკეთო. რისი დღე გვექნება? ამ წლის ჩემი წლოვანების ასაკში რა შემიძლია გავაკეთო. კინა გამომდინარე მოვყვებით, რა ვიცი, მე მგონი. სრულად მოყვი, მორალურად მზად ვართ, ფიზიკურად რამდენად მზად ვიქნებით, მაგას ვნახავთ. რა აქვს აღნიშნეთ რომ პროფიტნესში ავარჯიშებს პაატა ბავშვებს კლავჭიდზე და თუ ვექნებათ, იმიტომ რომ იწერებიან ხოლმე ჯგუფში რა კლავჭიდის ჯგუფში მარკეტინგში სადაც შეიძლება კლავჭიდზე ვარჯიშია და მარკეტინგში არის პროფიტნესი დარბაზი სადაც პაატა მამაჩემი ავარჯიშებს, გიო ავარჯიშებს ასევე საბურთალოზე ვისაც გაქვთ ხოლმე სუბრილი რაც გაქვთ სუბრილი თბილისის მასშტაბით ასე ყველა უბანში ვარ. კი ბატონო. ვთქვათ, შეეხმიათ Armoriori არის Facebook-ზე, შეგიძლიათ მოძებნოთ და ასევე ამზადებს, ხო. ღია, ჩემთვის 24 საათ ტელეფონი ჩართული მაქვს, მითითებულია ჩემი ნომერი და შეგიძლიათ დამირეკოთ და რა ვიცი, შეგითანხმდებით, როსაც მოგერგებთ. კი ბატონო, ზონების მიხედვით როგორ არის დავალაგებთ, არანაირი შეზღუდვა არ აქვს. წინა ვარჯიშზე იყო ზუსტად ამერიკა 32 წლის ვარ და შემიძლია დაწყება ვარჯიშის და მე ვთქვი ჩემი წლოვანება როგორ და მე მაგას აღარ ეწევი. რა შევეგდა მოვა ეხლა ის მიწის ვარჯიშებს შევთან. მწვრთნელობასთან ერთად პაატაძია არის ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ რა ინვენტარიც გავათამაშეთ, თვითონ საკუთარი ხელით ხმის მაგ ინვენტარს, მაგასაც ამოვანათეთ და ვინმეს თუ მაგალითად კლავჭიდის ვარჯიშთან დაკავშირებით სპეციფიური რუჩკები გჭირდებათ, სახელურები, შეგიძლიათ მიწეროთ პირადად ნებისმიერი ზომის, ფორმის თუ ასე ვთქვათ, ყველაფერს შეუძლიათ რომ დაამზადონ და საბოლოო ჯამში ეგენი კიდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია დღესდღეობით კლავჭიდის, იმიტომ რომ ფიტნესი თვითონ ვარჯიშის პერიოდშიაც ვაჩქავთ ის რამდენიმე ნიმუში ქონდა წარმოდგენილი რა მომენტში, მაგრამ შეგვიძლია ეხლა დამატებით კიდე რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. საგებითების მაჯის, აი ყველანაირი გვაქვს რა ყოფილი. აი ბოლოსკენ უკვე რო იმას ვიზავთ შეგვიძლია. დღეს ისი ვარჯიში გვაქვს. დღეს გვაქვს შაბათი დღეა და ყოველთვის დაგეგმილი გვაქვს ხოლმე რა სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი გვაქვს ვარჯიშის დღეები. და დღევანდელი დღეს ვიწევს ზურგი, პრონაცია, ტურნიკი. ტურნიკი ტანჯველი ტურნიკი, ჩემი მოგონილი და ერთი ტანჯველია, მაგრამ სამაგიეროდ საქმეში კარგად გამოგადგებათ. ისა უნდა იყოს რა პერიოდს რა ასაკში უნდა იყოს ადამიანი. იმიტომ რომ ძალიან მაგარია რა. შეუძლელი არის რა. აი, დავიწყოთ და უკვე გადამერე რუტინა. ეხლა ის არის თოლის სკოლიდან გამომდინარეა თვითონ წესრიგი ამაგეროდ წესრიგიდან გამომდინარე რუტინა თავაცეული გახურების სტილი რა. აჯიმანეები ვიწყებს ზურგის პუნქტის გახურების, იმიტომ რომ როცა გვაქვს პრონაციის გემბიცების დღე, ყოველთვის მოგაუთხილეთ წელის მალეთ, მე გამომდინარე რომ დატრამული ვარ და მთელი ცხოვრება ტანჯვაში ვარ. მაქინიდან გამომდინარე ვაკეთებ ხალბას, პრომეტად. საციკლური ვარ მაგონაზე წელის ვარჯიში და აჯიმანი, რომ ყველანაირი რეფლექსური არის რაც არის და ორგანიზმი თითებიდან დაწყებული ხდებოდა და ყველაფერი იყო. აჯიმანები თითებზე თუ უბრალოდ გავჭედული აჯიმანები თითებზე. ხა თუ დამწყებია და პირველად მოდის ადამიანი, იმას ვერ მოხდება. აჯიმანების გაკეთება იმიტომ რომ ძალიან ფულია. გასაკეთებელი მუსტები შეიძლება და ჩვეულებრივ საქმენი რომ ხევანი შეძებს
მაგითაც შეგვიძლია რა. კი ბატონო, შეგვიძლია მაშინ დავიწყო. მაშინ შევდე. წავიდეს ნელ-ნელა და რა ვიცი, დანარჩენი გადაგზა შეუყვებით რა ვიცი. გამიგუნდებით გახურებით. ვიწყებ პარალელურ რეჟიმში წელის გახურებას, ზურგის კუნთის გახურებას და აჯიმანიებს რა. იმიტომ რომ ძირითადად ყურადღებას ვაქცევ გახურებას მაგ დროს, რა დროს არა აქვს მნიშვნელობა რა. დროულად რო ეს. ხო. მალე რაოდენობები როგორ გავაკეთებ? 10-ს ვაკეთებთ აქ, 4 მისვლა, იქ ვაკეთებთ 15-ს 4 მისვლა რა. ოკეი. ოკეი. მოკლედ, გავხურდით. თითები ცოტა მეტკინა უკვე, იმიტომ რომ კაი ხანი არ გამეკეთებია. თითებზე აზიდვები და ეხლა გადავედით ჩემი საყვარელი ვარჯიში მაგ რუბრიკაზე და რომელ ვარჯიშს ვაკეთებ, რომელ ვარჯიშს ვთავაზობ. ზოგადად დღეს გააჩნია, შაბათს ყოველთვის ვაკეთებთ პირამიდა, ზურგი და ტურნიკი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა აქვს, რომელს ვაკეთებთ მძიმეს. მძიმეს გულისხმობ ტურნიკზე წონა დაკიდებული რა. და ჩემი საყვარელი ვარჯიშიც მაქედან გამომდინარე არის დღეს აპირებ რომ ეს გავაკეთე და პახოვ წონა დავიკიდო? წონა დავიკიდოთ, ახლა თუ გინდა ხო, შენ მოდა ისე დაკიდებული ხო? გაგეციოთ. გავთანაბრდებით წონას დავიკიდე ფინდეს რომ მე რაოდენობაში გავეჯიბროთ რა. კაი, შენი რეკორდი მან რა არის? 60 კილო მაქვს დაკიდებული და სამჯერაო რაწეული 60 კილო. 4-ჯერ მქონდა სხვადასხვა არაბულ დაქტორთან წავაგე სანაძლეო, 4-ჯერ ნავწეულიყავი, ერთი დამაგდა და წავაგე და დაკლება მაგას წაგებული არის, მაგას უკვე აღარ აქვს. აჰა. აი, მოკლედ მაგაში უნდა შევედიო. თან ჩელენჯიც არის ამავდროულად, ჩემი საყვარელი ერთად. ჩემი საყვარელი ტურნიკი, გარეშე გავაკეთე. ჩემი მოგონებული ტურნიკი, რომელიც ტრიალებს. თავისთავად ეს რუჩკები აქვს, ორი პალაჟენია, შეგვიძლია შაიბებით დაუყოლოთ და ორი რეჟიმი, შეგვიძლია შაიბები დაუყოლოთ, გავამაგროთ და ჩვეულებრივი ტურნიკის სახით გავაკეთოთ. მაგრამ დღეს არ გვინდა ეგ რა. დღეს მაინც გვირთულა. და მე სამომავლოდ როცა მეორედ გვესტუმრებით რომ მოხვალთ, ჩვეულებრივი მე იმას გავამაგრებ და მაქსიმუმი ვცადოთ, რამდენი შეგვიძლია აწევა, იმიტომ რომ აქ სპეციფიკური ვარჯიში მაჯა უნდა გავგექცეს, გაიგე და აქედან გამომდინარე რომ მაჯა არ გავგექცეს. შენ შევარჩიოთ ხელი ამას და მე კაი, მიდი გვაჩვენე როგორ კეთდება და მე მაგის მხოლოდ შევყავთ. აჰა, 10 ვაკეთებ ესე იგი? 10 და ბოლოს გაჩერება, 2-3 წამიანი გაჩერება, ეს უკვე სამოგისთვის. შეგვისთვის რომ დაგვეხმაროს. მე ამაზე მაჯას რამდენად დავუშვებ? ვაიგან მთელი ამისი მუღამი ამ ტრენაჟორის არის ეგ რომ მაჯა ამოძრაო. იქამდე ვაკეთებ, მაგას უყურებიო. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. რაოდენობას რამდენი 10-ს გავაკეთებ თუ 7-ს გავაკეთებ, მთელი ეფექტი ამ ვარჯიშის არის რომ მაჯა არ გავეცეს. შეგიძლია 3 გააკეთო, ოღონდ სწორად გააკეთო რა. თავარი მუღამი ეგ არის. რა მე მაჯა დაზიანებული ვეცდები. რომ დავამუშაოთ ა. თუ არ და ფიქსირებულზე ხო, ეგ არის თავარი მუღამი რომ დავამუშაოთ. აი ის არ არის რომ გავიტრამოთ რა. პირველი 3 წაიღო რა გინდა. მარცხენა უფრო ჩავარდნილი ქონა თითქოს. მე ვერა. მარჯვენაში არ გაქვს ტრაუმა? ბატონი მერაბი, საქართველოს ჩემპიონი 18 წლამდელებში, ორივე ხელში. და ევროპის პრიზიორი. ევროპის პრიზიორი 15 წლამდელებში, ახლა ებზადება მსოფლიოს შესარჩევებისთვის. მედია რომ ევროპის განსხვავებით მსოფლიოზე არ დაჩაგრავენ მსაჯები და ჩამოიტანს იქიდანაც შედეგს. 2-3 წუთი დასვენება, ისე მივდივარ შემდეგ იმაზე ასვლაზე. ეხლაც მეორეც ისე გასახურებელს გავაკეთებ და მე უკვე წონას დავიკიდებ წონით ხავარ რა. აი 10 კილო ხო?
კი ბატონო. ინტერესება პირველი. მე მე მოყვარდა. მე შობენ ზა. მე რო გაგასტრებთ ეგ ვიცი. ესე იგი წონ ო ეს პროგრამაში რომ მოიყვანო. მე არა მე ეს მაჯამ ვერ დაატრიალებს. ეს ვერ გააკეთებს. ინა წონი? არა, წონი ჯიშია თავი. რამდენი ხარ ვინე? 84. ვაჟი ჩემი წონა იო, შენ რამდენი ხარ? 105 მაინტერესებს შენ წონაზე რო ავალ, მაჯარ თუ ჩამეშლება რა. რაც არა მგონი მაინტერესებს მე კიდე რა წონამდე ავალ გავიწყდეს სამი წამი არ იყო ბრა შვენიერია კაც ეხლა ვიყავი 20 კილო 90 ამდენი? 90 ხო. ლიანიც. ანუ ვილენას ეხა აქ დაწყებული რეალურად ვარჯიში აღნიშნოთ ეგეც რომ ეხა დაიწყო და მაგიტომ არის რომ ესე უბრალოდ წონის გარეშე აკეთებს. არა დარწმუნებული ვარ რომ ივარჯიშებს მერე სხვა დროს გააკეთებს წონებითაც რა. ინფორმაციისთვის უბრალოდ. ისე ტურნიკის? ხო, ეგ არ ვიცი. მახსოვს რომ ზოგადად წონებში ვილენა ყოველთვის გამოირჩეოდა ხოლმე. აბა გიონახოთ 20 კილოზე რას იზავს. ქართლის დედასავე დადგება ეს. ჰა? დარჩება მაჯები? ხა. აცხერა მიდისა, ვაჟერა უკეთო. ხო და მარჯვენაში აქვს რა, მაგრამ ვერ მარცხენა რჩება. საკითხავე გავაკეთე, თემზე რო გაკეთე გეტა, მაგრამ მოსახსი გავაკეთე. მოხ გამარჯვე. შეიძლება 45. მეორე. ბიჭო, თითები. წავიდა. ძალიან, არა და 40-ში მაქვს თუ რაღაც 35-იან 40-ში რაღაც ეგოლა. მე და გიო, ამას კიდევ გავუჭერეთ. მე ვერც გავაკეთე, ხო? რა. შენ აღარ მივდივარ მე მეზე თავის სხვა გაიჭედე მე. არ გავჭედი რა არ გაჭედე ხა მაგრამ ამაზე შევდამყდეთ ჩემიც მე ვიხარ ჩელენჯის მიხედვით როგორც ახალი კაცი სუფრაზეც ესეთი დაუნდობელი ვარ სუფრაზე რომ ის ადამიანი ჩემთან ერთად როცა მისორდება თანაბარ სიტუაციაში შეუნევი ესე უნდა გაკეთდეს აქაც ახლა ჩვეულებრივი სუფრა არის და ცხოვრებისეული ამ ვარჯიშის პრინციპი არის რომ მაჯი არ უნდა წაგვივიდეს მაჯის წასვლის მომენტში მაჯის წასვლის მომენტში უკვე აჩერებ პოზიციას. წინა პოზიციაზე ჩემთან არ წასულა მაჯა, აქედან გამომდინარე 5 კილოს კიდევ უმატებ რა სიმბოლურად ნახოთ. თუ გამომივიდა ეს 5 კილო დაკიდებული და ავიწიე თუ არა და ესე იგი მეც გამოვიტიშები და მერაბი გააგრძელეს მაშინ. აი ანუ მე 30 წონის გარეშე. ხო. ვიღაცის 30 გაინტერესებს. და ზოგადად წონის გარეშე მაინტერესებს. გეტყვი უყურე ჩემიც ვარჯიშიდან გამომდინარე რას ვაკეთებ ხოლმე რა. როცა მძიმე წონებს ვაკეთებ, მაქსიმუმზე რო ავდივართ, დაუშვათ რაღაც გარკვეულ წონაზე ავედით, მე ვანახევრებ ამ წონას, განახევრებულ წონას ვაკეთებთ ისიც მაჯის წასვლამდე რომ მაჯი არ წაგვივიდეს
და მე რო ვაკეთებ სარიეს უკვე რამდენჯერაც მაქსიმუმზე მიხვალ უკვე რაოდენობა. აი ხა გავანახევრ. ეხლა გავანახევრ ის რაც დაიკიდე შენ 30 კილო ხო ქონდა დაკიდებული. 30-15 კილოს დაიკიდებ, 15 კილო მომისინჯე რამდენს გააკეთებ და მაგით გააჩერებ. რა იმიტომ რომ პროგრესს როცა ვაკეთებთ აი წონის მატების მომენტს რა მაგასაც ვკვირდებით რა. განახევრებულ წონას რამდენს მოუმატებთ რა. როგორც მე განახევრებული წონიდან უკვე სუბუქ წონაზე როცა გადავდივართ უკვე ცარიელს როცა ვაკეთებთ რა. მაგასაც ჩვენ პირად რეკორდს რამდენს ვაკეთებთ. მაქსიმუმ რაოდენობას მაგასაც ვიმახსოვრებთ რა. ანუ ვიღებთ ამ მიმახსოვრებთ პროგრესი რამდენი გვაქვს რა. გამძლეობისთვის უფრო მეტი არის რაოდენობა გავაკეთოთ და ჯანის მოსაყვანად და ზამოკისთვის როცა შეკრა გავიკეთეს, იმიტომ გაკეთებინებთ ზეგან მუღამი კი არ არის, მაგრამ მაინც რო გაჩერება, სამწამიანი გაჩერება, მაგის არის აუცილებელი, რომ ეს სამკუთხედი შეიკრას რა. კი ბატონო. ეხლა ზამო ჩაულებით. მე მივიდეს 40. ხო. 40 კილო. შეგარი კარგად. ესე იგი ძია ტურნიკის ვარჯიშს მოვჭით. ეხლა როგორც გითხარი გადავდივართ მძიმე ტურნიკის შემდეგ განტვირთვა რომ გააკეთოთ ცოტა ხელმა, ეხლა ვაკეთებთ პრონაციას და პირამიდას. იქიდან გამომდინარე უფრო კლაუჯიდურია ეს. და წერტილის დასასმელად მე მაგალითად ვიწყებ პრონაციით. ზოგი იწყებს პირამიდით რა. და პრონაციას ვაკეთებ უფრო მოკლე ხვატით, არ ვაკეთებ ჩაშლილს. იმიტომ რომ ხარ ბავშვებს რომელიც დამწყებია ვაკეთებინებ ჩაშლილი ხელით, იმიტომ რომ კუნთი განვითარდეს რა, კუნთმა წამოიღოს, კუნთი განვითარდეს, მაგრამ ჩვენ პერიოდში, უკვე მომზადების პერიოდში და წერტილი რო შეგვეკრას და უფრო მაგიდასთან გადასვლის მომენტი რო ქონდეს, აი მაგისტვის ვაკეთებთ უკვე მოკლე ხვააც რა და პრონაციას. კი ბატონო. ტექნიკურადაც რო გვაჩვენო, როგორ აკეთებ, რომ ჩვენ ზუსტად იგივენაირად გავიმეორებთ. პირველ მისვლას ვაკეთებ ჩვეულებრივ გაშლილ ვარიანტს, კუნთი კარგად გავახუროთ, გასახურებელ ვარჯიშს და მერე უკვე შემდეგ ზონებზე ვაკეთებთ უკვე შემკრელ ვარჯიშს თუ ახლო ვაკეთებთ რა. აქაც ბოლოს გაჩერება, სამწამიან გაჩერება და სტატიკებას ვაკეთებ და ერთ წელს ვატარებ გასწორებული მაგით. ვაჩერებ და ვდე. მოკლედ პრონაციას მოვჭით. ზოგადად პრონაციასთან ერთად პირამიდაც კეთდება. ხო, თავი პირამიდა, ხო დროის მიხედვით, იმის მიხედვით, რომ დროში ცოტა შეზღუდულები ვარ, პირამიდას გავაკეთებ, უბრალოდ შემდეგისთვის როცა გვექნება გადაღება, კლიან კომპლექტს ჩავდრო, როცა დრო გვექნება, მე ჩავსავთ უკვე კომპლექტს რა. აქედან გამომდინარე ვასრულებთ ახლა პირამიდა პრონაციის ერთობლივ ვარჯიშს და განმოდივართ სტრესული ტურნიკის შემდეგ და მძიმე არ იყო მართალია 70-80% იყო წონები რაც გავაკეთეთ, მაგრამ სტრესული ტურნიკის შემდეგ როცა ზურგი იჭიმება, თითები, მაჯა ისტრესება, განმოდივართ უკვე მიმსგავსებული ვარჯიშია, ზურგის ვარჯიშია რა. მაგრამ იგივე ტრენაჟორით ვაკეთებთ. იგივე ზუსტად იგივე ტრენაჟორი არის, უბრალოდ კროსოვერზე გვაქვს დამაგრებული და ვაკეთებ
განტვირთვას რა, კუნთების სისხლის შეკაჩავებას ფამპს ვაკეთებთ რა. ვაკეთებთ ამ პოზიციას ახლა. ხო, ამას გავაკეთებთ ერთ თითო მოძრაობას, ყველა უბრალოდ რომ გამოვცადოთ და მერე გადავინაცვლებთ მაჯაზე. იმედია გიოს საყვარელი მოძრაობა იქნება ეს. ანუ ზურგიც არის მაჯას, შევხვდეთ ერთი. აქედან ვიწყება, გიოყურე, თითებიდან ვიწყებთ მოძრაობას. მაჯა მოდის მოძრაობაში და იდაპები ჩამოდის, რაც შეიძლება მაქსიმუმი ქონოს. თითებიდან ვიწყებთ მოძრაობას. ხო, ზურგის უბრალოდ ფიქსაცია ხდება ბოლოს რა. თითები, მაჯა და აქაც გაჩერება, 3-4 გრამიანი გაჩერება, აი ეს ამოძრავება მაჯების კიდე დასატიკება და მთლიანი ერთი წალი წამოღება და წასვლა. ოღონდ შეკრული უნდა წახვიდე ბოლოში. იდაყვები ცოტა დაბლა ჩამოიტანე გიო. ეს არის ჩემი საყვარელი ვარჯიში. მოკლედ ზურგის დავამუშავეთ, გავფამბეთ და გადმოვედით მაჯების სავარჯიშოდ. ეს Arm-Warrior-ის დამზადებული სავარჯიშოებია და აუხსენიება რარისთვის არის და მოკლედ ეს ვაკეთებ. ძალიან ბევრი მაჯის ვარჯიშს ვაკეთებთ. ყოველ დღე ვარჯიშის დღეებში სადღაც 60 პოზიციას ვაკეთებთ მაჯის სავარჯიშოები. გვაქვს წარმოდგენილი ძალიან ბევრი სავარჯიშო, ყველას აქვს თავისებური დატვირთვა. ერთი ეს გამოწერილია, ესენიც ეს მაჯის არ არის ხლისა აქვს. ამ სავარჯიშოებიდან ახლა ყველანაირი ხელისთვის არის რა, ზედამწევლისთვის, დიდი ხელისთვის, ზედაწერტილს რო დაადგეს ძალა. ანუ ზომიდან გამომდინარე. ზომი ხო დიდი ხელისთვის, ეს უფრო თითებისთვის არის, ხელი არის და შუაში აქვს ამას გაკეთებული ამოწეული პოზიცია და უფრო თითებზე მიდის, უფრო დიდი ნაგრუსკა და ვაკეთებთ უფრო ადგილზე გაკეთება თითებისას, ცერიც რო ვიცით ხოლმე დაჭერა, აი ეგ პოზიცია, ამით ვაკეთებთ მაგას. აი ეს უფრო პატარა ხელისთვის არის, აქ რომ მაჯაც რო დაფიქსირებული იყოს, ეს თითებზე მიდის. დასახვევი არის აქაც რა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ახლა გვაქვს პრონაციის და ზედა მხარეზე გვაქვს აქცენტი გადატანილი. ვაკეთებთ ხოლმე უფრო ზედა მხარე რო განიერი აქვს, მაქრიდან ვაკეთებთ ხოლმე ამ წერტილს. თუ ბიცეპსის დღე გვაქვს, შედარებით უფრო ქვედა მხარეს ვაკეთებთ ხოლმე მსხვილი მხრიდან რა დატრიალებას. და იქიდან გამომდინარე კიდევ დროში ვარ შეზღუდულები ვაკეთებთ ერთ პოზიციას. გვაქვს ახლა კონუსური რუჭკა, რომლითაც შეგვიძლია ვაკეთოთ ზედა მხარე უკვე რა. ზედა წერტილს ვაკეთებთ. ჩვეულებრივ ფიქსაციას ვაკეთებთ, თითებიდან ვიწყებთ ამასაც მოძრაობას. გამახურებელ რამდენიმეს წამოღებას ვაკეთებ და მე ვაბოლოებთ უკვე გადასვლას ვაკეთებთ მთლიანად რა. მოძრაობაში მოყვავს. აქაც გამახურებელი ვარჯიში სადღაც 15 ერთეული წაღება და ბოლოს ვაჩერებთ. ამოკეთებას ვაკეთებ 3 წამიას, აქაც მხარს ვძლობ და უშვებთ. როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელი. მეგობრებო, ჰალაიქეთ ვიდეო, მავიწყდება ხოლმე, გამახსენე რა. გამოიწერეთ ახლა ზარის ხელით გააქტიურეთ, რომ შემოგთავაზოთ ხოლმე უფრო საინტერესო ვიდეოები. Arm-Warrior-ის გათამაშება ერთხელ უკვე იყო ბატონი ირაკლის ეპიზოდში. და დღესაც მე მგონი რაღაცას ვაანონსებ, ხო თუ? კი, დღეს ვაკეთებთ ამ ზუსტად ამ სიგანის რუჭკის. ხო, წინაზე ეს არის ხო? ხო, ის იყო თხელი რუჭკა იყო, კონუსური იყო, ეს იქნება უკვე ცილინდრული და განიერი. ამას გავაკეთებთ. პირობები არ მოგვიფიქრებიათ, მოვიფიქრეთ და პირობები უკვე თქვენთვის მომენტია. ხო. თქვენ როგორ ჩათვალეთ საჭიროა ესე გავაკეთოთ. გათამაშების. მე ჩემი მხრიდან წახალისდეს ახალგაზრდა თაობისთვის სტიმული რომ მიცეთ
და შეგვიძლია საჩუქრად გავიღო ეს და შემდეგში უკვე ამის შემდეგ როტაციული ტურნირსაც გავათამაშე. აჰა. თონე, ამისთვის საჭირო იქნება უბრალოდ რომ გვერდში დაგვიდგეთ და სულ რო არ იყოს ეს გათამაშების წესებში, მე მგონი ძალიან მინიმალურია რომ დაალაიქოთ უბრალოდ ვიდეო და გამოიწეროთ არხი და გვაგრძნობინოთ რომ მოგწონთ რასაც ვაკეთებ. გავაკეთე. ჩასულა თუ არა კუთხეს გძნობდი ვიცი საკასტროა ძალიან კაცოა ზად მაგას ვერ არის მიჩეული ჯერ მანამ ფივა დავაი მე ცოტა ახალგაზრდა ვარ კიდე გაიგე ვერ ვეთქო ფიშო მაგას ესე რომ ვიჭირს თავიდანვე ბიცეპსში შედის ცოტა ზედამაკის ხარჯი. ცელის ხარჯი შედი რა. მერაბი არის 16 წელს, ხო მერაბ? ხო. რამდენი კილო 86? თუ რამდენი ხარ ახლა? 86 არის, ხო? ხო. 86 კილო. მომავალი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი დიდებში. ბატონმა დავითმა დაანონსა თავის მასში. ივარაუდა. ეხლა საჯების უთავბოლო საჯობით წააგებინეს და დამიჩაგრეს, მაგრამ არა უშუალოდ ძლიერი დამიბრუნდება. საკამი არა ჩაოლებრივ მოძრაობები აკეთა, მაგრამ მაციცაც სიმსახურე უნდა გაეკეთებინა ევროპალის საჯებმა. საჯებმაც და იყო კიდე რაღაც სხვა დეტალები. ბიცეპსში არ შეიძლება ამასთან შესვლა. არა, არ გირჩევდი. მე არ მეკომფორტულება საერთოდ. ცოტა დავკერჩელო. იქ წესეგება. ხა დაუბნელზე მაინც მაჯით მეჭირე კარგად. ეხა დაბუნზე წესით უკვე 1-30% შანსი მოემატა და რაღაცა კიდე უნდა მოვატყუო, თორე
ამას არ აქვს ესეთი მერაც. მერა დამზაობა. შანსი არ უნდა მიცეს, რა. კაი, არ მოხდება არაფერი. იქ რომ მიდის ხელი, ოქროს ხოხე. მიდი ხა მოხცე მაინტერესებს. ცენტრი კითხო. აბა მაგივრად საფუძფაროდ გადაგიდეს და უთხრეს. სამომავლოდ. მიდი შედი სადაც გინდა. მით. მანდ, ზათხარ, დაიწყე მოძრაობა. გურგია და კარგა პრონაცია. მაჯა და კარგა და მე რო. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შენ. იმ პრონიქს რო გავაკეთეთ ისეცია. მეს ის მაინც თამე არის. მოკლედ აქ ჩვენმა ედიტორმა ვიდეოგრაფმა იმენა ლიჩნა ჩემო მეგობრებო ეს ყველაფერი იყო ხუმრობა, მაგრამ გიორგი მაჯას მოუტეხავ მინიმუმ თუ არ მოუგეო და ნახოთ აბა დამიჯით რა. არა, ხელი რო არ ეპინა დღესა საგებულო წინამდებობას გაუწევდა. ხელი ისკირა. მარჯვენა ხელი მშუა და მე მარცხენას ვწერთ. მორავი. მაინც გადაგიხდი. როგორად კლავიშდელების დაავადებაა, რომ ის რაღაცა და არ შეშენას აქში რომ იდაყი დადე ბიჭო ხო ისე ნათლია შენი მე უნდა დახო ამდენით გამოძრავე ხელიო და მოგებული იქნებიო ამდენით გამოძრავე და მოგებული იყო ვილე ესეთი როგორ მოხარა? წაღმა გადავაფი აბა ნახოთ რა მოხდება ამ ბიბერკაც რომ სახვაჩი მატყუებენ ხოლმე ეგ სპარინგი არ არის. დადე ხო და დადე. ეგ არის ეგო. რომელიც უпроსებთან დიდი არ უნდა გქონდეს, გაასწორე ხელი. ფალანგი გაომიჩინე. ფალანგი. საფათი გაიტანე? დარტყმა არ გამიგეთო. მე არ დაგარტყა. აი ხა, დაიცა? დავაი. აჰა. იდი. იშო შენი შანსია მიდი. იბრძოლე. მიდი. იბრძოლე. რა დარტყმა გამიგეთე. აინც მიყვარხარ.
მოკლედ, გავედით ბოლოში. ნახავდით ჩვენს ვარჯიშებს. კარგად დავიღალე მე პირადად, მანზე არ ვიცი, თქონი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან თავით შეიმენა ბოლოს მეთავი რა უკვე. არა, ჩვენთვის შოულებრივი რეჟიმია ეს. ყველა ვარჯიშზე ესე ვიხარჯებით და უფრო მეტად რა. რა თქმა უნდა. ხო, ეხლა თქვენ ახლა თუ ხართ შემოსულები, უფრო მეტად ხო, შესვენების მერე პაუზა გვაქვს დიდხნიანი და გვეთყობა ეგ ყველაფერი ვარჯიშსაც და იქიდან გამომდინარე რომ დიდი ხანი არ გივარჯიშია და წონებიც მოკლედ, შეაფასეთ ვიდეო კომენტარებში, წინა ვიდეოზე რაც კარგი ნახვები იყო და მგონი რომ მოგეწონათ ეს კონტენტი და კომენტარებში აღნიშნეთ რა, თუ რამეს დაამატებდით და გინდათ რომ იყოს კიდე ესეთ ვიდეოებში, ეგეც დაგვიწერეთ. თავარია დაალაიქეთ ვიდეო. გამოიწერეთ არხი. გააქტიურეთ ჯარისღი და გათამაშების წესებს ამოვანათებ და დიდი ალბათობით იქნება გაზიარება ამ წესებში ერთ Facebook-ზე, რომ გავავრცელოთ მაქსიმალურად და სხვებმაც ნახონ რა. ჩემი მხრიდანაც თუ რამე შენიშნო გაქვთ ან რაღაცა შეკითხვები გაქვთ პირადად ჩემთან ამათ ართან დაკავშირებით რაღაცა შეიძლება რომ პირადადაც ამ დამირეკოთ შემეკითხოთ ან რაღაცა. ხო, აღწერაში იქნება Armorior-ის Facebook გვერდით. მე რა შეიძლება სპორტულ ვარიანტში გვერდში დაგიდგებით ყველანაირად. მე რა მინიმუმი გავასაჯაროვეთ, რაღაცას ვაკეთებთ. თუ რამე უფრო საინტერესო გინდა და უფრო მეტად გინდა თუ დაინტერესებთ, პირადად მომზადეთ. სავარჯიშოებთან, ვარჯიშებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიწეროთ Armorior-ს Facebook გვერდზე. დანარჩენი ბოდიში ბიჭებო, წარმატებებს გისურვებთ. იგივე გიგა ჩემი შვილი არის, არ გაგანსხვავებთ არც ერთ ღირსეულ სპორტსმენს ჩემი შვილისგან, ვინც მოტივირებული არის, ჯერ იმიტომ რომ სპორტი ყველაფერია ადამიანისთვის, სპორტის გარეშე წარმოუდგენელია პირადად ჩემი ცხოვრება და 53 წლის ასაკში ვარ და დღესაც ვეშვები და მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ ჩამოვუვარდე არც ერთ ღირსეულ სპორტსმენს და იმასთან ვისპარინგო, წონები გავცვალო და რავი ეს დანარჩენი რაც არის რა, პრაქტიკულ შემადგენლობაში ზოგადად სპორტში და გისურვებთ უფრო წარმატებას რა, წინსვლას და მაყურებლებსაც რა ვიცი, ხო რომ ყველანაირად გვერდში რითაც შეგიძლიათ რა ელემენტარული გაზიარებით. ხო, და ქისას ლინკიც იქნება აღწერაში, შეგვიძლიათ გადახვიდეთ და დაგვიდონატოთ. აქ ამოვანათებთ, ახლა უბრალოდ არ გვაქვს ახლა წავიკითხოთ, ახალი დონატორები ყავდა. ეს პირადად არ მახსოვს, მაგრამ ამოვანათებთ და მადლობას იხდით ვინც უკვე დაგვიდონატეთ და დანარჩენებსაც რა ვიცი, მოგმართავთ რომ თუ გინდათ რომ დაეხმაროთ არხს, შეგიძლიათ რომ ნებისმიერი ოდენობის თანხა დაადონატოთ და მოგწეროთ. მადლობა იკას დონაციებისთვის. ვეცდები იკას შეკითხვას მარტივად გავცე პასუხი. ზოგადად კლავჭეთში არის ორი ძირითადი სტილი გადაწევის, ეს არის ტოპროლი და ჰუკი. ქართულად ზედა და ბიცეპსი. სახელი ბიცეპსში გადაწევა შეიძლება დამაბნეველი იყოს, იმიტომ რომ დამწყებელს შეიძლება იგონოთ, რომ ეს არის მხოლოდ ბიცეპსის კუნთზე დამოკიდებული გადაწევა. მაგრამ ეს ასე არ არის, ზოგადად კლავჭეთში ნებისმიერი სტილის გადაწევის დროს აუცილებელია ყველა კუნთის მობილიზება, რომ მოძრაობა გამოვიდეს სრულფასოვანი. ანუ მხოლოდ ბიცეპსზე არ არის დამოკიდებული. მხარი ზოგადად ყველა მოძრაობაში არის ჩართული და თუ მხრის კონტროლი არ შეგიძლია, ანუ მხრის ძალას არ იყენებ, ძალიან რთულია რომ მომგებიან პოზიციაში გადაიტანო ხელი, შესაბამისად მოძრაობაც არ გამოვა სრულფასოვანი. გადაწევის სტილებს რაც შეეხება, არსებობს როგორც ვთქვით, ორი ძირითადი და არსებობს ასევე ვარიაციები, შეიძლება ვთქვათ Kings Movie, Open Top Rolly, Floppy, Pressy და ასე შემდეგ არსებობს კიდევ ინდივიდუალური მიდგომები და სტილი სხვადასხვა სპორტსმენების შემთხვევაში. იმედია ამომწურავი იყო კითხვაზე პასუხი. კიდევ ერთხელ მადლობა დონაციებისთვის და თუ არიან სხვები, ვისაც უნდათ რომ დაგვიდონატონ და დაუდგნენ გვერდში ჩვენს არხს, აღწერაში იქნება ლინკი და შეგიძლიათ გადახვიდეთ და დაადონატოთ. მოკლედ, მადლობა კიდევ ერთხელ მასპინძლობისთვის, კარგი ვარჯიში გამოგვივიდა. კი, რაღაცები აკვდა ზოგადად როგორც ვარჩევთ ხოლმე იმას, მაგრამ დროის ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენი პირადი დრო უბრალოდ არ აქვს ფიზიკურად იმდენი დრო. ყოველდღიურობაში რომ მაქსიმალურად რაც გვაქვს, მან მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩავდოთ ამ არქის განვითარებისისა და
მერთით იმედია ხვალზე მასე უფრო full time-ზე გადმოვალთ აქეთ და მოწარმოებული აქეთ ძალიან გიჟურ ვარჯიშებს ვაკეთებთ ხოლმე და იმასაც გაყურებინებთ ჩვენ მართლა სტრესულ ვარჯიშებს ახლა ეს სტრესული ვარჯიში ნახავთ ხო ჩვეულებრივ რიგითი ვარჯიში იყო და დავარქვი სტრესული თქვენიდან გამომდინარე ჩვეულებრივ რიგითი ვარჯიშები იყო ეს მაგრამ განახებთ იმ სტრესულ ვარჯიშებსაც რა შეგვიძლია რამდენი როგორი ბიჭები ყავს მე ძალიანად გუნდს გაგაცნობთ დღეს ახლა მერაბი ყავდა ჩვენი გუნდის კაპიტანია მერაბი ღირსეული ადამიანი და დანარჩენებსაც ყველას გაგაცნობთ ეტაპობრივად და კაია რომ კაი საქმეს აკეთებთ და მიხარია რომ უგუგესი მადლობა და ენაცვალეთ უგუგესი მადლობა ესეთ კარგი ინფორმაციის გაზიარებისთვის ჩვენი ვარჯიშებისთვის გონი ცუდი მოსწავლეები არა არა ნამდვილად კაი ბიჭები ისე და ისე უგუგესი მადლობა და ერთობით და ერთად რა დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. აბა კარგად იყავით ჩაუ ჩაუ